Beodebit, რომელი გასასვლელიდან გაიყვანენ ზურა ჯაფარიძეს მოქალაქეები არიან თითქმის ყველა ტერიტორიაზე. შეკრებილი უნდათ რომ საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ, შეჯახილები და რა თქმა უნდა მხარდაჭერა. მაშინ როდესაც ოპოზიციონერ ლიდერს გაიყვანენ ტერიტორიიდან, რამდენიმე წუთის წინ მოქალაქეების ნაწილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საფეხმავლო ხიდზე გადასულიყო მეორე მხარეს და პოლიციელები მოიტყუებინათ, რომ აპირებდნენ გზის გადაკეტვას, ამიტომ გაიყო პოლიცია ნაწილად, თუმცა ამ დროისთვის რა თქმა უნდა აქციის მონაწილეები დაბრუნდნენ ამ ტერიტორიაზე და ველოდებით როგორ განვითარდება მოვლენები. ბატონო გოგო, პირდაპირ ეთერში ვართ. მინდა რომ გთხოვოთ დღეს განვითარებული მოვლენების შეფასება. არ გსურთ ზურა ჯაფარიძის საკავებაზე საუბარი ორი სიტყვით? კი ბატონო. კარგით. გაჩვენებთ ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებს, რომლებიც ახლა ცდილობენ რომ ტერიტორიაზე დარჩნენ. რა ხდება რა კომუნიკაცია? გვაგდები გზიდან. რატომ რა ჩვენ უსაფრთხოებას იცავენ, აი ეს ბატონი ესე მეუბნება, რომ თქვენ უსაფრთხოებას უიცავა და გადადი გზიდან. რა მთელი დღე აქვს გავარ და არავის არ უზრუნია ჩემ უსაფრთხოებაზე. და ეხა არ ვიცი რატომ გაგიჟდნენ. სასამართლოს გადაწყვეტილებაზეც მინდა რომ გკითხოთ. ზურა ციხეში გავუშვეს, ელოდით მოსალოდნელი გადაწყვეტილება. მოსალოდნელი იყო, მაგრამ ამ სასამართლოს გადაწყვეტილებებს არც ვენდობით და რავი, არავინ არ ვასრულებთ ხო, არაფერს არც გზასაც ვკეტავთ, ყველაფერს ვაკეთებთ, ანუ რავი. კი ბატონო, აქციის სხვა მონაწილეებსაც მინდა რომ გავესაუბრო. გოგონებო, პირდაპირ ეთერში ვარ და მინდა რომ გკითხოთ ორი სიტყვით. დღეს რა პრობლემებიც ვითარდება სასამართლოში. როგორ აფასებთ ამ ყველაფერს? დღეს მთელი დღის განმავლობაში ვხედავდით როგორ იყო ჩახერგილი ხო სასამართლო. რატომ? აი ესეთი რესურსი რომ ამ დღეს დაუთმეს ამასაც უყურებდით და ჩვენ საჩვენებრივ რუსეთი ეს არის საქართველოს, ეს არის ჩვენი ქვეყანა და არ დაუთმოთ აი ამ ადამიანებს ჩვენ ქვეყანას შანსი არ არსებობს მაგის. ნანკა პირდაპირ ეთერში ორი სიტყვით მინდა უკვე გთხოვოთ სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასება. ალბათ მოულოდნელი არცხვეთვის არ ყოფილა, თუმცა არსებობდა თუ არა იმის მოლოდინი, რომ შეიძლებოდა დღეს მაგალითად გადაწყვეტილება არ გამოცხადებულიყო, ან რაიმე განსხვავებული შემოეთავაზებინა რეჟიმის სასამართლოს მოქალაქეებისთვის. ყველაფერი შეიძლება. დღეს შეიძლებოდა რომ საერთოდ ზურა იქ არ მჯდარიყო და არც უნდა მჯდარიყო. ამიტომ იქიდან გამომდინარე რომ უკვე იჯდა და სრულად უსამართლოდ ყველაფერი მოსალოდნელი იყო. გამწუხარეთ. როგორ ფიქრობთ, ვისთვის კეთდება ეს ყველაფერი? ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ციხეში გაშვებით ქართული ოცნება რას მოიგებს? არაფერს გეუბნება, რომ მე შემიძლია გავაკეთო და ვაკეთებ. გაშინებს და გაჩვენს ყველაფერს. ჩვენ არ უნდა მივეჭოთ და არ უნდა დავშინდეთ. მადლობა ძალიან დიდი. ნანუკა ჟორჟოლიანს მინდა რომ გავესაუბროთ. ახლა ადის ის საფეხმავლო ბილიკზე. დღეს ნანუკას მთელი დღის განმავლობაში რა თქმა უნდა იმყოფებოდა სასამართლოში. ნანუკა, პირდაპირ ეთერში გაგესაუბრებით რამდენიმე წუთით, ვიცი რომ შენც ლაივში ხარ. მინდა რომ გთხოვოთ აქ განვითარებული მოვლენების შეფასება. როგორ ფიქრობთ, რას ემსახურებოდა დღევანდელი სპეცოპერაცია, გადახერგილი მთელი სასამართლოს ეზო, სადაც მოქალაქეები არ შეუშვეს, ჟურნალისტებს მუშაობის საშუალება არ მისცეს. მე ზოგადად ძალიან ფრთხილი ვარ, ესეც ითხოვთ რომ ამბობენ რომ აი სისტემა დაავხანცეთ, დაავღალეთ, შეშინებულები არიან. ძალიან ფრთხილი ვარ, არ ვფიქრობ ასე, იმიტომ მგონია რომ სისტემის დაღლაც რთულია, სისტემის შეშინებაც რთულია, მაგრამ მე დღეს ჩემი სიტყვები უკან მიმაქვს, იმიტომ რომ ამას ქვია შიში, ამას მეტი არაფერი არ ქვია. აი ამ ადამიანების რაოდენობაზე ეს პოლიციელები რომ გამოყავს გარეთ, ყველაფერს კეტავ და სუნთქვის და მოძრაობის საშუალებას არ აძლევ და ერთ პოლიციელზე, ერთ მოქალაქეზე 20 პოლიციელი მოდის და უბრალოდ უკაცრავად, უბრალოდ არ აძლევენ იმის შესაძლებლობას, რომ გადაადგილდე, ამისიც კი ეშინია. ნახეთ, წეგან ახალგაზრდები, რამდენიმე ახალგაზრდა უკან წავიდა და მაშინვე შეეშინათ. ეს ნიშნავს, რომ სისტემა კარგად შეგუშინებია და ეს უკვე კარგია. მადლობა. ნანუკა ჟორჟოლიას უსმენთ პირდაპირ ეთერში. მოქალაქეების ნაწილი სხვათა შორის ამ დრომდე რჩება ამ საფეხმავლო ხიდზე და არაპირებენ რომ დაიშალონ. მითხარით აი ამ რაღაც პერფორმანსის შესახებ ცოტა უფრო მეტი. რამდენიმე მოქალაქე მიიღეთ გადაწყვეტილება რომ მეორე მხარეს გადასულიყავით, ახლა ვხედავთ ათობით პოლიციელი დგას გზის მეორე მხარეს. რატომ და თქვენ რა სცადეთ ამით? რა იყო ეს პერფორმანსი? ეს იყო უბრალოდ დატროლა პოლიციელების, იმიტომ რომ ესენი მაინც საქმეს არასდროს არ აკეთებენ. ან მანქანაში სხედან სკროლავენ, აქაც ეხა უყურებთ რას აკეთებენ, არაფერს მთელი დღე დგანან. უაზროდ და არაფერს არ აკეთებენ და ბარემ ცოტათი იმოძრაოდ, მეტი არაფერი განსაკუთრებული. გადმოვიდნენ დგანან ეხა იქ. ასევე უსაქმოდ ეძინათ სხვათა შორის ზოგიერთს მე მგონი მარშრუტკაში და გაიღვიძათ სამარშრუტო ტაქსი და არაფერს განსაკუთრებულს
უბრალოდ ცოტა ამოძრავდნენ, მეტი არაფერი. და თან ხო რა. მადლობა. ასეთი კადრი არის ახლა აი საფეხმავლო ხიდიდან პოლიციელების კორდონი უკვე სავარაუდოდ ემზადებიან რომ მანქანა გაატარონ, სწორედ ამიტომ გაიშალა გზა და ორივე მხარეს არიან უკვე აქციის მონაწილეები, რომლისგანაც გაათავისუფლეს გადაკეტილი გზა. კადრს დაგიტოვებთ პირდაპირ ეთერში და ისევ დაგიბრუნდებით. მადლობა, ეს იყო ლიზა ლასარეიშვილი, რომელიც